მოგესალმებით. დღეს განსაკუთრებით აქტუალურია გრძელვადიანი ხედვებისა და სტრატეგიების შემუშავება. საქმე იმაშია, რომ არ არსებობს ერთიანი ხედვა, რომელიც გამოიყვანდა ქვეყანას შექმნილი რთული ეკონომიკური სიტუაციიდან. შედეგად, კონკურენტინარიანობის დაკარგვის ინერცია ჯერ კიდევ მოქმედებს, რისი საზღაურის გადაცდაც სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას უხდება. ლიბერალური ეკონომიკა სულაც არ ნიშნავს მიზნების, ამოცანების, ხედვების, გეგმების გარეშე ცხოვრებას და სახელმწიფოს მიერ ეკონომიკის თავისნებაზე მიშვებას. მდგრადი ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის უქონლობა პრობლემებს უქმნის როგორც ადგილობრივ ბიზნესმენებს, ასევე ინვესტორებს. იმის ცოდნა თუ საით მიდის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ვექტორი, რა დროში გაწერილი პრიორიტეტებია არჩეული, რა სტრატეგია აქვს მთავრობას ხალხის კეთილდღეობის ასაბაღლებლად, გაადვილებს გადაწყვეტილების მიღებას და ხელს შეუწყობს მიმზიდველი ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შექმნას. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის განვითარების მეცნიერულად დასაბუთებული ერთიანი კომპლექსური სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო პროგრამის შემუშავება ერთ-ერთი პირველი რიგის ამოცანაა. ჩვენი გადაცემის მიზანია სწორედ ამ საკითხების გადაწყვეტაში საზოგადოების მაქსიმალურად ჩართულობის უზრუნველყოფა, სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება და ინოვაციური პროექტების პოპულარიზაცია. ეს იყო პირველი სასტარტო გადაცემა. მადლობა საუბრისათვის და ვისურვებდი, რომ უყუროთ შემდგომ გადაცემას. მეორე გადაცემაში ჩვენ წარმოვადგენთ სტრატეგიული დაგეგმვის სააგენტოს პროგრამას საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა 2030 წლამდე. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სტუდიაში მომზადებისათვის, მაყურებელს მოთმინებისათვის მადლობას ვასწრებს და დროებით, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. მოგესალმებით, ეს იყო ერთი წლის წინანდელი ჩანაწერი, დღეს ეკონომიკურ სტრატეგიას იუბილეა, ჩვენ ერთი წლის გავხდით 2013 წლის 12 მაისს უკაცრავად გავედით პირველად ეთერში და ჩვენ ახლა გაჩვენეთ ძალიან მოკლედ დასაწყისი, სადაც ჩვენ საუბრობთ არსობრივ შინაარსზე გადაცემის, იმ არსზე, რაც უნდა წარმოეჩინა ჩვენს გადაცემას, რამდენად მოვახერხებთ ეს მაყურებლისთვის მიგვინდვია განსასჯელად, თუმცა ერთი ფაქტია, რომ გადაცემა საკმაოდ პოპულარული გახდა და მე კიდევ ერთხელ მინდა ჩემი და შემოქმედებითი ჯგუფის სახელით მადლობა გადავუხადო ტელევიზიის მენეჯმენტს, რათა მოგცა ჩვენ საშუალება ეს პროექტი გასულიყო აჭარის ტელევიზიით. შესავალ ნაწილში სუპირველი გადაცემის ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ეკონომიკური სტრატეგიის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი იქნებოდა პოპულარიზაცია სტრატეგიების, კონცეფციების და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკისა, მათ შორის ინოვაციური განვითარების ქვეყნის. არაერთი გადაცემა მიეძღვნა, თუმცა ალბათ დამეთანხმება ჩვენი ერთგული მაყურებელი, რომ ყველაზე უფრო სერიოზული იყო გადაცემა, სადაც ჩვენ ეროვნულ ინოვაციურ სისტემაზე და მის ელემენტებზე ვისაუბრეთ. ამ დროს სტუდიაში ჩვენ სტუმრად ყავდა პარლამენტის წევრი, დარგობრივი კომიტეტის ინოვაციური კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი თეიმურაზ მაისურაძე და ევროპული კვლევების ინოვაციური მიმართულებით თავმჯდომარე ბატონი ოლეგ შადბერაშვილი. მე ახლა ვთხოვ რეჟისორს გვაჩვენოს, შეგვახსენოს თქვა ძალიან მოკლე კოლაჟი მოვამზადეთ ჩვენ თუ რაზე იყო საუბარი იმ გადაცემაში, ხოლო შემდეგ უკვე გადაცემის სტუმრებთან კვლავ მიუბრუნდეთ და განვიხილოთ ამ ერთი წლის განმავლობაში რა გაკეთდა ეროვნული ინოვაციური სისტემის განვითარების თვალსაზრისით. გთხოვთ გაუშვათ ეს მოკლე კოლაჟი. ჩამოყალიბდა ამ პროცესების შესახებ მეცნიერული შეხედულებები, საკანონმდებლო და ადმინისტრაციული კომპლექსი, რომელსაც სახელმწიფო გნებავთ ეროვნული საინოვაციო პოლიტიკა ეწოდა. სხვებს გაასწრეს ქვეყნებმა, რომლებმაც ეროვნული საინოვაციო პოლიტიკა განახორციელეს. ევროგაერთიანება ლისაბონის სტრატეგიის სახელით ცნობილ საინოვაციო პოლიტიკას ეკონომიკური განვითარების ძირითად ინსტრუმენტად იყენებს. 21 საუკუნეში კარგი მმართველობა გულისხმობს ხელისუფლებას, რომელიც მოქმედებს ერთის მხრივ როგორც ინვესტორი, აბანდებს განათლებისა და კვლევის სისტემაში, საინოვაციო ინსტრუმენტების განვითარებაში, კონკრეტული საინოვაციო პროექტების განხორციელებაში, მეორეს მხრივ კატალიზატორია და რეგულატორი, ქმნის პირობებს თუნდაც გარემოს ინოვაციური პროცესის მხარდასაჭერად. მაგრამ ერთი რამე აღსანიშნავი, რომ როგორც საკუთარი მეცნიერების არხით უზრუნველყოფილი საინოვაციო პროცესები, ასევე სხვა არხებით უზრუნველყოფილი საინოვაციო პროცესები მოითხოვს სამეცნიერო სისტემის, კვლევითი სისტემის მზადყოფნას. მისი დახმარების გარეშე ვერანაირი ინოვაცია ვერ ხდება. დარგობრივი ეკონომიკური კომიტეტის ხდომაზე, სადაც შეიქმნა საინოვაციო საბჭო და თქვენ დაინიშნეთ ამ საინოვაციო საბჭოს ხელმძღვანელად. იქნებ გითხრათ
საბჭოს მიზნებისა და ამოცანების შესახებ რა მიმართულებით აპირებთ მუშაობას და თქვენი ხედვა. ანუ როგორ უნდა იმუშაოს საბჭომ და რა მექანიზმები უნდა შექმნას საომალოდ იმისთვის, რომ ის რაც თქვენ ბრძანეთ განხორციელდეს. დიახ, გეთახმებით, ზუსტად აი მაგდანიშვილებით შეიქმნა ჩვენი საბჭო. ჩვენი ამოცანაა საბჭოს წევრების საქართველოში არსებული რესურსებზე დაყრდნობით სწორედ შექმნათ ეს იურიდიული ბაზა, რომელსაც უნდა დაეყრდნოს ზოგადად სახელმწიფო მომავალში, მაგრამ ეს ცოტა სამომავლო საკითხია, ამას ცოტა ბევრი დრო ჭირდება. ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს მცდელობა ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად შევქმნათ უფრო სწრაფად როგორ გითხრათ, სწრაფად ასამოქმედებელი კონკრეტული სააგენტო, რომელიც ამ ეტაპზევე დაიწყებს მუშაობას და ამ ეტაპზევე მოგცემს გარკვეულ შედეგს. ეს სისტემები უნდა არსებობდეს. სამინისტრო უნდა ეფუძნებოდეს კვლევას, როგორც მისი, ასე ვთქვათ, მუშაობის ძირითად ფუნდამენტს. კვლევაზე დაფუძნებული სამინისტრო არის თანამედროვე სამინისტროს მოდელი. მე უბრალოდ მომწონს ის, რომ ახალი ხელისუფლების ხედვა ამ მიმართულებით არის ძალიან ჯანმრთელი. პრემიერ-მინისტრი პირდაპირ შემოდის და ამბობს, რომ დიახ, ეს არის მიმართულება, რომელსაც ჩვენ დავაფინანსებთ, ეს არის აუცილებელი, ეს არის საჭირო. ეხლა თავარი როგორ მექანიზმს შესთავაზებს საქართველოს საკანონმდებლო და სამინისტროები, როგორ მექანიზმს შესთავაზებენ პრემიერ-მინისტრს და რეალურად თლიანად საქართველოს. რომ აი ეს არის მომქმედი მანქანა, რომელიც საქართველოში ამ მიმართულებით იმუშავებს. ესაა სწორედ ჩვენი ამოცანა. ანუ ჩვენ უნდა შევძლოთ ამ მექანიზმის შექმნა და ჩვენ უნდა წარუდგინოთ საქართველოს მოსახლეობას, საქართველოს როგორც სამეცნიერო, ისე საგანმანათლებლო და ისე სამოქალაქო სექტორს ის მანქანა, რომელიც ყველაზე ოპტიმალურად იქნება მორგებული საქართველოს რეალურ გარემოებაზე. დიახ, გასაგებია ჩვენ ისე რომ თანხების მიმართულებით არ ამგონია პრობლემა იყოს. დიახ, ანუ სახელმწიფო თავარი მექანიზმი იყოს სწორი და გამართული. იყო ხო უკვე თქვა ქონდათ საუბარი და რომ ჩადებს. დიახ, დარგობრივ კომიტეტში ალბათ გეხნებოდა ამ საკითხებზე საუბარი და რეალურად ანუ ეხლა ეძებთ ფორმებს, რა ფორმით შეიძლება განხორციელდეს ეს, როგორ შეიქმნას კონკრეტული პროექტი და შემდეგ თქვა უკვე მის რეალიზებაზე იფიქრებთ, რამდენადაც თუ სწორად გაგიგეთ. დიახ, და თუ საჭირო იქნება ამაში და ესე იგი მიმართულება იქნება საბიუჯეტო თანხების, რა თქმა უნდა, მოზიდვის, ეს ალბათ უკვე მომავალ წლის ბიუჯეტიდან იქნება გადასახედი, იმიტომ რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია და სავარაუდოდ ცვლილებები ამ მიმართულებით არ მოხდება. მაგრამ თუ იმ წლიდან ეს ყველაფერი უკვე იქნება გამართული და დაიწყებს მუშაობას, მე ჩავთვლი, რომ ჩვენი საპარლამენტო მუშაობის პირველ წელიწადს ამ გუნდმა სერიოზული სამუშაო გააკეთა და ძალიან სასარგებლო. აი ესეთი იყო ის მნიშვნელოვანი გადაცემა, ძალზედ მნიშვნელოვანი, სადაც ჩვენ უკვე რეალურად ჩვენ გადაცემაში დაიწყო მსჯელობა ეროვნული ინოვაციური სისტემის ჩამოყალიბების პროცესთან დაკავშირებით. იმ გადაცემის სტუმარი ბატონი ოლეგ შადბერაშვილი თბილისის სტუდიიდან ჩაგვერთვება ეთერში, ხოლო ჩვენთან სტუდიაში ისაუბრებს ირაკლი მესხი, დოქტორანტი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის. მოგესალმებით ბატონებო, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ იმ გადაცემის სტუმარი და ერთ-ერთი თქვა წარმართველი ძალა იმ გადაცემისა ინიციატორი ასევე ამასთან იყო ბატონი ოლეგი, მე მასთან მინდა გადავიდე შეკითხვით. ბატონ ოლეგ, ბატონმა თეიმურაზმა ბრძანა მაშინ გადაცემაში, რომ თუ ჩვენ მოვახერხეთ და შევქმნით საინოვაციო სააგენტო, მე ჩავთვლი, რომ ჩვენი ერთი წლის მუშაობა ფუჭი არ ყოფილა. თუმცა ცხადია, არა მარტო საინოვაციო სააგენტო შეიქმნა, არამედ შეიქმნა უამრავი სხვა ელემენტი და მექანიზმი და ინსტრუმენტი, რათა ერთიანობაში ჩამოყალიბდეს ეროვნული ინოვაციური სისტემა. რა შეგიძლიათ უთხრათ მაყურებელს ამის შესახებ? ანუ როგორც ჩანს, მართლა არ ჩაულია ამ ერთ წელიწადს ფუჭად. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მოგესალმებით ბატონ თენგიზ, მივესალმებით ტელემაყურებელს. მართლაც არა მარტო ეს გაკეთდა, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო რეალურად შეიქმნა, ამოქმედდა, თუმცა საწყის ეტაპზე პირველ ნაბიჯებს აკეთებს ახლა, მაგრამ გარდა ამისა
ხელისუფლებამ რეალურად დახარჯა დიდი სახსრები და გატარდა მთელი რიგი ღონისძიებების, რომელიც ჩვენ შეგვიძლია მივაკუთვნოთ საინოვაციო პოლიტიკის სფეროს. მაგალითს გეტყვით, ესე იგი, მთლიანად ჩემი ასეთი უხეში დათვლით 2014 წლის ბიუჯეტის სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზის საფუძველზე და მისი 2013 წელთან შედარების შედეგად ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ დაახლოებით 60 მილიონით მეტი გამოიყო 2014 წლის ბიუჯეტში საინოვაციო ღონისძიებებზე, ვიდრე 2013 წელს. კერძოდ, დაახლოებით 20 მილიონი ლარით გაიზარდა მეცნიერების დაფინანსება. ეს არის 20% არსებული დაფინანსებისა. შემდეგ, როგორც თქვენ ბრძანეთ, შეიქმნა ეს სააგენტო. შემდეგ შეიქმნა საწარმოთა დახმარების სააგენტო, რომელიც გულისხმობს მცირე და საშუალო საწარმოების დახმარებას პირველ რიგში, მისი საქმიანობაც წესით. ეხლა ისიც პირველ ნაბიჯებს აკეთებს, მაგრამ წესით უნდა იყოს დიდწილად დაკავშირებული საწარმოების საინოვაციო საქმიანობასთან. გარდა ამისა, როგორც თქვენ ბრძანეთ და ბატონმა თემურმა მოქმედებს საინოვაციო საბჭო პარლამენტთან, გარდა ამისა, გულზე ხელდაკრეფილები არ იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც, კერძოდ შეიქმნა კოალიცია ინოვაციური საქართველო, არასამთავრობოების კოალიცია, მათ მოამზადეს რამდენიმე რეკომენდაცია, მათ შორის რეკომენდაცია აი ამ საინოვაციო სააგენტოს შექმნის შესახებ, რამაც როგორც ხედავთ, მოიტანა გარკვეული შედეგი. გარდა ამისა, ყურადღების მიღმა რჩება, რომ ხშირად, რომ გარდა ტექნოლოგიური ინოვაციებისა, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ყველა ქვეყნისთვის, ორგანიზაციული, სოციალური ინოვაციები. აი ესეთ ინოვაციებს მიეკუთვნება კოოპერაციული მოძრაობა საქართველოში. თუმცა ეს არ არის მსოფლიოს სიახლე, საქართველოსთვის ეს რეალური და ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური ინოვაციაა, ეს მოძრაობაც დაიწყო. ამაშია ჩართული მთავრობაც, ჩართულია ევროკომისია, მუშაობს 40 მილიონ ევროიანი პროექტი საქართველოს სოფლის მეურნეობის დახმარების, საიდანაც 15 მილიონი იხარჯება სწორედ კოოპერაციული მოძრაობის გაძლიერებაზე. ასეთივე ორგანიზაციული ინოვაცია არის სოფლად საკონსულტაციო სამსახურების განვითარება, ის რასაც ქვია extension. ესეც ორგანიზაციული ინოვაცია საქართველოსთვის, თუმცა არ არის მსოფლიო ინოვაცია. გარდა ამისა, მე შემიძლია აღვნიშნო ძალიან მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ინოვაცია. ეს არის საქართველოს განწყობა აი ამ წლის განმავლობაში გადაიყვანოს მიწისზედა ტელევიზია ციფრულ მაუწყებლობაზე, ციფრულ ტექნოლოგიაზე და ეს არის, რა თქმა უნდა, ეს არის ინოვაცია, რომლის ტექნოლოგიური წყარო საქართველო არ არის, ესე იგი, ტექნოლოგია გარედან მოდის, უცხოეთიდან, მაგრამ სახელმწიფო ორგანიზებულად ხელს უწყობს ამ ინოვაციის ცხოვრებაში გატარებას. ანუ შეიქმნა ციფრულ ტელევიზიაზე გადასვლის სააგენტო, მისი ბიუჯეტი რამდენადაც ჩემთვის ცნობილი არის დაახლოებით 20 მილიონი ლარი და მან უნდა უზრუნველყოს ერთი წლის განმავლობაში მთლიანი გადასვლა საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე. აი ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იმ საკითხების, რომელიც წელს გაკეთდა. გარდა ამისა, ძლიერი მოძრაობა იყო ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ინოვაციურ, ასე ვთქვათ, ლიანდაგებზე გადაყვანასთან დაკავშირებით. პირველ ყოვლისა უნდა აღვნიშნოთ ის ხელშეკრულება, რომელსაც ივნისში უნდა მოეწეროს ხელი ასოცირების ხელშეკრულება საქართველოსა და ევროკავშირს შორის. იქ არის სპეციალური თავი კვლევა და ინოვაცია და გარდა ამისა, კვლევა და ინოვაცია მიმოფანტულია მის მრავალ თავში, ისეთ თავებში, როგორც არის ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა,
ზღვა და ზღვის პრობლემები, მეთევზეობა, იქ არის გარემოს დაცვა და სხვა ახლა შეიძლება ჩამოთვლაში რაღაცა გამორჩეს. ამ თავებშიც არის კვლევა, ინოვაცია, ტექნოლოგიების დემონსტრაცია. ანუ ეს დოკუმენტი, როდესაც მას ხელი მოეწერება, იქნება ძლიერი ლოკომოტივი ჩვენი ინოვაციის გზით შემდგომი მსვლელობისთვის. შემდეგ ჩატარდა სპეციალური კონფერენცია ვილნიუსში, რომელიც მიეძღვნა კვლევასა და ინოვაციას და რომლის შედეგებიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ორიენტირები საქართველოს კვლევითი სისტემის განვითარებისთვის. გარდა ამისა შეიქმნა ევროკავშირში კვლევისა და ინოვაციის ასეთი პანელი, ანუ საბჭო, რომელიც უნდა იყოს სადაც ეს 6 ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანა შედის და აგრეთვე ევროპული ქვეყნები, რომელიც გვერდში უდგებიან ამ ქვეყნებს, რომელიც უნდა იყოს ჩვენი მთავრობების, როგორც ჩვენი საქართველოს მთავრობის, ისე ამ დანარჩენი 5 ქვეყნის მთავრობების რჩეველი კვლევისა და ინოვაციის სფეროში. აი მე გახლავართ მაგ საბჭოს წევრი. არა საქართველოდან, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციების სისტემიდან, აი ამ ყველა ქვეყნის გაერთიანებიდან, ასე ვთქვათ. აი ასეთია, მოკლედ რომ ვთქვათ, საინტერესო ამ წლის შედეგები. თუმცა ეს არ გვაძლევს საშუალებას და უფლებას, რომ გულზე ხელი დავიკრიფოთ, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ მრავალ ინიციატივას, მრავალ სამინისტროში და მართლაც საქმიანობა ისეთია, ეს საინოვაციო საქმიანობა, რომელიც ყველა სამინისტროს მუშაობას მოიცავს, მაგრამ ვერ ხედავთ კარგ კოორდინაციას ამ აი ცალკეულ ელემენტებსა და ცალკეულ სამინისტროებს შორის. ეს არის დღეს მაინც ჯერჯერობით ჩვენ გვაქვს პროგრესული ელემენტები და ინიციატივები, რომელიც არანაირად ერთმანეთთან დაკავშირებული არ არის. თუმცა უნდა იყოს დაკავშირებული, თუ გვინდა მართლაც წინ წავიდეთ და კარგი შედეგები მივიღოთ. აი ეს არის მოკლედ ამ წლის შედეგი ჩემის აზრით. დიდი მადლობა ბატონო ლეკ, ჩვენ საკმაოდ ფართოდ და მე მგონია რომ თქვენმა ტელევიზიამ ამაში საკმაოდ წვლილი შეიტანა. დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის. ჩვენ აუცილებლად ვილაპარაკებთ შემდეგ ცალკეულ ელემენტებზე. მე კიდე უკმარობის გზნობა დარჩა, იმიტომ რომ თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ. ძალიან ხშირად ვახმაურებდით იმას, გავახმაურებთ ის, რომ 11 მილიონი არის გამოყოფილი პირველი ტექნოპარკის შესაქმნელად. თუმცა ეს ცოტა იქით მოგვიანებით, როცა ინსტრუმენტებზე ვისაუბრებთ. ბატონო ირაკლი, რაც ჩამოთვალა ახლა ბატონმა ოლეგმა, იმიტომ რომ ბატონი ოლეგი მე მქონდა ბედნიერება დავსწრებოდი დარგობრივი კომიტეტის ხდომას პარლამენტში, სადაც სწორედ ეს საბჭო შეიქმნა და მაშინ ძალიან ბევრი ისეთი წარმომადგენლობა იყო დარგობრივ კომიტეტში, მობრძანდა ძალიან ბევრი ხალხი, რომელიც ამ მმართველობით მუშაობდა და ბატონ ოლეგ შააბარის კოორდინირება ხოლმე ბატონ თემურ მაისურაძე საბჭოს ქვეკომიტეტის თავმჯდომარე დაინიშნა. პრაქტიკულად ის რაც გაკეთდა, რაზეც ილაპარაკა, არის ალბათ გაცილებით მეტი, ვიდრე სურვილი იყო. თუმცა ყველაფერი ეს მიდის მაინც ცოდნის ეკონომიკისაკენ. დამეთანხმებით, ანუ სწორად ვამბობ თუ არა, ანუ სწორია თუ არა ეს აზრი და უფრო რო გაშალოთ ეგ თემა თქვენ ამ შემთხვევაში. მოგესალმებით ბატონო თენგიზ, დიდი მადლობა მოწვევისათვის. მინდა მოგილოცოთ საუბრობილო თარიღი, ესე ვთქვათ, თქვენ და თქვენს შემოქმედებით გუნდს წარმატებები უსურვო ამ პროგრამას და გადაცემას. მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის ეს მსგავსი გადაცემები და რაც შეეხება ახლა თქვენს შეკითხვას ყველა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და იმ ეტაპზეა ახლა ჩვენი ქვეყანა ესე ვთქვათ პრიორიტეტად დაისახა ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარება, ინოვაციების ყველა სფეროში, ყველა დარგში ინოვაციური განვითარება, ყველა სისტემურად ესე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანია ცოდნის ეკონომიკაზე დამყარებული ინოვაციური სისტემის ჩამოყალიბება ქვეყანაში, რომელიც მოიცავს სისტემურად ყველა დარგს, ყველა მიმართულებას
და რა თქმა უნდა მოხდეს ამ ყველაფრის კოორდინირებულად, ესე ვთქვათ, სისტემურად წარმართვა, რაც ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარებისთვის, რაც ცოდნაზე იქნება რა თქმა უნდა დამყარებული. მე უბრალოდ ჩვენ სანამ გადაცემა დაიწყებოდა, ბევრი ვისაუბრეთ, თქვენ გარკვეული კვლევები გაქვთ ჩატარებული ამ მართულებით, მე რა მინდა გითხოთ, აი რამდენჯერმე ახსენა ბატონმა ოლეგმა და მე აბსოლუტურად ვეთანხმებ, რომ ჩემზე უკეთესად არის ჩახედული ამ საქმეში, იმიტომ რომ ხელმძღვანელობს და კურირებს ამ მიმართულებას და თქვა რომ ანუ გაიზარდა 20%-ით თანხა მარტო სამეცნიერო კვლევის. თუმცა მაინც კლიანში და პროდუქტთან თუ ავიღებ ძალიან მცირეა ეს ანუ კვლევების თვალსაზრისით. და აი თქვენ როცა ვსაუბრობთ ჩვენ ცოდნის ეკონომიკაზე, ფინანსების და დაფინანსების მნიშვნელობაზე, აი თქვენ ამ მიმართულებით გარკვეული ნამუშევრები გაქვთ და რა შეგიძლიათ უთხრათ მაყურებელს? დიახ. ანუ ძალიან კარგია, როცა ახალმა ხელისუფლებამ მიზნად დაისახა, ესე ვთქვათ, სამეცნიერო მიმართულების კვლევების, ასევე საგანმანათლებლო მიმართულებით ბიუჯეტის გაზრდა, მოგეხსენებათ წინა ხელისუფლების დროს დარზედ მცირე ყურადღება ექცეოდა, ფაქტიურად აღარ ექცეოდა მეცნიერებას, კვლევებს და მნიშვნელოვანია დღევანდელი ხელისუფლების პრიორიტეტი, ესე ვთქვათ, სამეცნიერო მიმართულებით ბიუჯეტის გაზრდა. დაგეთანხმებით, რომ საკმარისი არ არის აღნიშნული თანხა და უშუალოდ 20 მილიონი ლარით გაიზარდა, ესე ვთქვათ, ეს ბიუჯეტი. როგორც აღნიშნეთ, ამისთვის შესაძლებელია და მოსახერხებელია, ესე ვთქვათ, ინვესტიციების მიმართვა მიმართულებით და საგანმანათლებლო მიმართულებით გავზარდოთ ინვესტიციები. და შესაბამისად გავზარდოთ კვლევების, სამეცნიერო კვლევების, ესე ვთქვათ, ბიუჯეტი და შესაბამისად, რაც გქონდა ჩვენ საუბარი, ანუ ცოდნის ეკონომიკაზე დამყარებული, ესე ვთქვათ, სტრატეგია ჩამოვაყალიბოთ ქვეყანაში, ინვესტიციების დახმარების მათ შორის, მხოლოდ ბიუჯეტი და მხოლოდ სახელმწიფო, ესე ვთქვათ, არ უნდა იყოს ჩართული ამ მიმართულებით და შესაძლებელია ინვესტიციების მიმართოთ. და გასაგებია ძალიან დიდი მადლობა. ბატონ ოლეგ, მე მოგიბრუნდებით ისე ჩვენ მაშინ როცა ვსაუბრობთ ამ ეროვნული ინოვაციური სისტემის ჩამოყალიბებაზე, იმ ელემენტებზე, რომლებიც უნდა ამუშავდეს ამ სისტემაში, ისე ცოდნის ეკონომიკის მიმართულებით გადავალ. რა მნიშვნელოვანი ნაბიჯები შეგიძლიათ გამოყოთ, იმიტომ რომ კი ბატონო გასაგებია, რომ ეს კომპლექსურად რაღაც ღონისძიებები, მე მახსოვს ძალიან კარგად იმ გადაცემაში ბატონმა თეობრმა ისაუბრა იმაზე, რომ ინფრასტრუქტურის და რეგიონული მართვის სამინისტრო, რომელსაც მაშინ ბატონი დავით ნარმანია ხელმძღვანელობდა, იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც შეექმნა სწორედ დეპარტამენტი ინოვაციური განვითარების და ახალ ტექნოლოგიების მოზიდვაზე მუშაობდა. ანალოგიური იყო შექმნილი ეკონომიკის სამინისტროში, ასევე ფინანსთა სამინისტროს გარკვეულწილად ამ მიმართულებით მუშაობდა. თუმცა თქვენ აღნიშნეთ, მაინც ჯერჯერობით კარგი კოორდინაცია არ შეინიშნებაო. რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ეხლა დამატებით იმისთვის, რომ მოხდეს უკვე უკეთესი კოორდინირება, კოორდინაცია და უფრო უკეთესად ამუშავდეს ეს სისტემა. ანუ ერთიანობაში სისტემურად რო ბოლოს და ბოლოს ჩამოყალიბდეს ეროვნული ინოვაციური სისტემა. ბატონ თენგიზ, ეხლა მე პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დაგეთანხმოთ, რომ თუ ვთქვათ ვილაპარაკებთ მხოლოდ კვლევით კომპონენტზე ჩვენი საინოვაციო სისტემის. მიუხედავად იმ ზრდისა, რომელიც აღნიშნეთ, დონე დაფინანსების ჩვენი მეცნიერების არის დაბალი, რა თქმა უნდა. ეხლა ის შეადგენს დაახლოებით მთლიანი შიდა პროდუქტის 0,32%. 0,32%, როდესაც საშუალო ევროპული არის 2% და მოწინავე ქვეყნების არის 3 და მეტი 4-იც. ეს ერთი მიმართულება. ნუ აქაც უცებ არ მოხდება არაფერი, ახლა როცა არის ზრდა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ზრდაა და არ არის კლება, ხო? მაგრამ სხვა მხრივ ეხლა თუ ვილაპარაკებთ აი კვლევით კომპონენტზე და კვლევით სისტემაზე, არაფერი წინსვლა სინამდვილეში არ გქონია, იმიტომ რომ ის ფული, რომელიც გამოიყო, ჩვენ ჯერ ვერ მოვიხმარეთ. ნუ თუ ვილაპარაკებთ 7 მილიონზე, რომელიც სოფლის მეურნეობისთვის გამოიყო, იქ რაღაცა მოძრაობა არის, იქმნება კვლევითი ცენტრი, ახალი, როგორც მე მითხრეს, მას გადაეცა წინათ უკვე არსებული საცდელი მეურნეობა საგურამოში, ეს დიდი ნაბიჯია, მაგრამ ნუ დაგვაიწყდება, რომ იგივე სოფლის მეურნეობის კვლევითმა სისტემამ დაკარგა ძალიან დიდი თავისი ნაწილი
უნივერსიტეტისა და 14 კვლევითი ინსტიტუტის სახით წინა წლებში. ანუ წინსვლა არის თქვათ სოფლის მეურნეობის კვლევაში, მაგრამ ჯერ შორს გაგვეთიშა ინტერნეტი კარგით გაითიშა ბატონო ირაკლი, ამიტომ იმედია რომ აღდგება ტექნიკური ხარვისთვის მაყურებელს ბოდიშუხთით. იქნებ ის თემა გავაგზავნოთ ჩვენ, აი დაფინანსების თემა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. მე მქონდა 0.22%, ეთყობა 20 მილიონის შემდეგ გაიზარდა სწორედ და გახდა 0.12%. თუმცა მე მქონია საუბარი არაერთ ექსპერტთან, მეცნიერთან, აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან, მათ შორის თქვენ აკადემიური წრეების წარმომადგენელი ხართ, რომ 2020 წლისთვის, როდესაც დაახლოებით ვთქვათ, ახალი ტექნოლოგიური ციკლი დაიწყება, აი მომენტისთვის მინიმუმ 2% უნდა იყოს მთლიანი შიდა პროდუქტის ეს თანხა. რა სიტყვით ამასთან დაკავშირებით თქვენ? დიახ, დაგიდასტურებთ ამ ინფორმაციას, ესე ვთქვათ, 3%-მდე შესაძლებელია გაიზარდოს აღნიშნული პროცენტი მთლიანი შიდა პროდუქტში, ანუ სამეცნიერო კვლევების მიმართულებით, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია კიდევ დამეთანხმებით. ანუ თუ გავაგრძელებთ ამ თემას, აქ ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება კიდევ ერთხელ გავიმეორებ უცხოური ისე როგორც ადგილობრივი, ასე უცხოური ინვესტიციებით დაფინანსება სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტების, პროგრამების და მიმართულებების ანუ დიდი ბოდიში და ჩაგეკითხოთ, ანუ თქვენ ამბობთ, რომ გარდა იმისა, რომ თქვა ადგილობრივ ბიუჯეტზე რაღაცას 2% ან 3%-ს მივახცევთ დაახლოებით რამდენიმე წელიწადში, გარდა ამისა მოზიდული უნდა იქნას სხვა ფონდებიდან ამისთვის თანხა თუ სწორად გაგიეთ. დიახ, მართალი გზანდებით მხოლოდ ბიუჯეტის დაფინანსებაზე არ უნდა დავტოვოთ, ესე ვთქვათ, და მოზიდული თანხებიც უნდა ჩაიდოს ამ მიმართულებით. ამაზე მქონდა საუბარი. აჰა, გასაგებია. ანუ თქვენი აზრით კიდევ ხელ რომ დავასწროთ მაყურებლისთვის უბრალოდ დაახლოებით 2-დან 3%-მდე უნდა გაიზარდოს შიდა პროდუქტი. და ეს 3% უნდა იყოს როგორც თქვა შიდა რესურსი, ანუ ჩვენი მუშების ნაწილი, ასევე ინვესტიციები, რომელიც მოზიდული იქნება ამ მიმართულებით. კარგით, მე ხა მაყურებელს ვეთქვი რომ დაახლოებით რამოდენიმე წუთიან სარეკლამო ჭრა გვექნება, ხოლო შემდეგ დავუბრუნდები და გავაგრძელებთ მათყობინებენ რომ ხაზზე აღდგა კავშირი თბილისთან და ბატონ ოლეგს მიუბრუნდებით შეკითხვით. ჩვენ უბრუნდებით თბილისის სტუდიას, ბატონ ოლეგს ხმატყობინებენ რომ აღდგა კავშირი თბილისთან, კიდევ ერთხელ ბოდიშუხთის მაყურებელს ტექნიკური ხარვეზების გამო. ბატონო ოლეგ, ჩვენ მინდა გავაგზავნოთ საუბარი, ან იქნებ დაასრულოთ ეგ აზრი და შემდეგ მინდა ვისაუბროთ კომერციალიზაციაზე, პროექტების რამე თუ თქვათ გადაებას, ესე თქვათ, სისტემურად ერთმანეთს გარკვეული კვლევები, ახალი ტექნოლოგიები და შემდეგ ამ ტექნოლოგიების შედეგად გამოშვებული გარკვეული პროდუქტი, რომელიც მიეწოდება როგორც ადგილობრივ ბაზარს, ასევე გავა ექსპორტზე. აი ამ კავშირზე რომ ვისაუბროთ. ნუ დავამთავრებ, რაც დავიწყე კვლევით სისტემასთან დაკავშირებით. აი არის 24 ინსტიტუტი, რომელიც უნივერსიტეტებს გადაეცა და რომლებმაც დაკარგეს ეს იურიდიული სტატუსი. 28 ინსტიტუტი. აი მათი თუმცა მათთვის გათვალისწინებულია ბიუჯეტში ზრდა 8 მილიონი ლარი, მათთვის ჯერ არაფერი არ გაკეთებულა. ესე ფაქტიურად ამ ხალხმა, ვინც ამ ინსტიტუტებში მუშაობს, ჯერ ვერ იგრძნო აი ამ საბიუჯეტო თანხების ზრდა. უფრო მეტიც მათ წელს გაეთიშათ ინტერნეტი, 2 თვე არ ქონდათ ინტერნეტი, არ ქონდათ ელექტროენერგია, დაუგვიანეს ხელფასი და სხვა. ესე რაც აბსოლუტურად არანორმალურია თანხების ზრდის პირობებში. გარდა ამისა, კვლევითმა სისტემამ მიიღო ძალიან საინტერესო საჩუქარი, მე როგორც ვიცი, ლუგარის ლაბორატორია, რომელიც ამერიკელების მიერ იყო დაფუძნებული, გადაეცა ჯანდაცვის სამინისტროს, ეს რეალურად დიდი აქტივია, ესე იგი, თქვათ, ჩვენი ჯანდაცვასთან დაკავშირებული მეცნიერების პოტენციალის გაზრდის თვალსაზრისით. მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა ვიყოთ რეალისტები, აი და მე მინდა დაუბრუნდე იმას, რაც თქვა ბატონმა ირაკლიმ, რომ ჩვენ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს და სხვადასხვა უნდა მივაქციოთ ყურადღება. რა თქმა უნდა, ესე იგი, საქართველოს ტიპის ქვეყანაში
და საერთოდ განვითარებად ქვეყანაში საკუთარი კვლევითი სისტემის ნამუშევარი არ არის ინოვაციის ძირითადი წყარო. ძირითადი წყარო მაინც არის იმპორტირებული ტექნოლოგიები, სხვადასხვა ტიპის იმპორტირებული ტექნოლოგიები, ზოგიერთი ვახსენეთ კიდევაც, როგორც ციფრული ტელევიზია, თუნდაც იმპორტირებული აი ესეთი იდეები, როგორიც არის კოოპერაციულ მოძრაობაზე გადასვლა და სხვა, მაგრამ ის რომ ამ გზით შემოდის ტექნოლოგიები საქართველოში არ აკნინებს კვლევით სისტემის მნიშვნელობას. პირიქით, კვლევით სისტემას ის მნიშვნელობა აქვს, რომ ის აკეთებს აი მსგავსი იმპორტირებული ტექნოლოგიების ადაპტირებას. ტექნოლოგიებს ხშირად ჭირდება ადაპტირება. ნუ აი მაგალითად, თქვენ იცით აი შემთხვევა, როცა სიმინდი იყო შემოტანილი საქართველოში, არა? მას ჭირდებოდა გამოცდა სხვადასხვა ზონებში, სხვადასხვა ნიადაგებზე, ეს არის ადაპტირება. ეს მეცნიერებმა უნდა გააკეთონ. თუ ამას არ გააკეთებ, ესე ცუდ შედეგს მიიღებ. ასევე ვთქვა, თქვენ იყიდეთ, ნუ დაუშვათ კაფელის წარმოების ხაზი, მაგრამ გინდათ რომ გააკეთოთ ეს კაფელი ადგილობრივ ნედლეულზე. მაშინ თქვენ უნდა ჩაატაროთ გარკვეული ცდები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ეს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტო, რომელიც შეიქმნა, დიდწილად ამას უნდა ემსახურებოდეს. ანუ წყვეტდეს ამოცანას, როდესაც ინვესტორი, ну ან სხვა ნებისმიერ ინვესტორი ადგილობრივი ან ინვესტორი უცხოელი ინვესტორი აკეთებს რაღაცას ახალს საქართველოში, მაგრამ მას ჭირდება კვლევითი მხარდაჭერა. კვლევითი მხარდაჭერა ან თვითონ მრეწველობის ძალებით, ან მრეწველობისა და თქვათ უნივერსიტეტის ან კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლობის გზით. აი ამ შემთხვევაში ესენი ორივე მეწარმეც და უნივერსიტეტიც მიმართავენ აი ამ ტექნოლოგიების სააგენტოს და უნდა მიიღონ დახმარება. ამისთვის არის ეს ტექნოლოგიების სააგენტო. მისი მთავარი დანიშნულება ეს არის. აი მაგ ტექნოლოგიების სააგენტოსთან დაკავშირებით ერთ რამეს ვიტყვი, რომელიც მნიშვნელოვნად მიმაჩნია. მე მეჩვენება, რომ მან არის ერთგვარი გადახრა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისკენ. ანუ ძალისხმევა არა და ალბათ მე შემდგომში სახსრებიც მიმართული იქნება პირველ რიგში აი ასეთ ტექნოლოგიებზე. თუმცა პრაქტიკა გვაჩვენებს და მრავალი ქვეყნის გამოცდილება, რომ ქვეყანა, რომელიც ამ გზაზე დგება, იწყებს, რა თქმა უნდა, მან ყველა სახის ტექნოლოგიებს უნდა მიხედოს, მათ შორის მაღალსაც სამომავლოდ, მაგრამ პირველი შედეგები მას ექნება დაბალ და საშუალო ტექნოლოგიებში. ამას ჩვენი ეხლანდელი მრჩევლებიც გვეუბნებიან, მაგალითად, მსოფლიო ბანკის პროექტიდან, რომელიც მიმართულია საქართველოსთვის საინოვაციო სტრატეგიის შემუშავებაზე. ეხლა რაც თქვენ ბრძანეთ, ესე იგი, აი ნამუშევარი, ასე ვთქვათ, ჩვენი მეცნიერების, რომელიც უნდა იყოს კომერციალიზებული და შემდეგ რეალიზებული პროდუქციის სახით. ასეთი შემთხვევები ეხლაც გვაქვს, ჩვენ გვაქვს მეტიც, ჩვენ გვაქვს საწარმოები, მცირე საწარმოები, რომლებიც ხარჯავენ ფულს კვლევაზე, თვითონ აკეთებენ ახალ შემუშავებებს, გარკვეულს, თვითონ აკეთებენ მის კომერციალიზაციას და ექსპორტსაც კი. ასეთი შემთხვევები არის მცირე რიცხოვანი, მაგრამ არის. აი პირველ რიგში ასეთებს უნდა დავეხმაროთ. უნდა წარმოვაჩინოთ ისინი, უნდა გავხადოთ მაგალითად, მივაწოდოთ მაგალითად სხვა მეწარმეებს და სხვა. აი ეს არის ესე იგი ის გზა, რომელიც ჩვენ ალბათ უნდა გავიაროთ. დიდი მადლობა თუ ჩამოვაყალიბე გასაგებად ჩემი. მე ვესაუბრე ბატონ ირაკლი ხაშიბაძეს. პასუხებ თქვენ კითხვას. დიახ, ვესაუბრე ტელეფონით დღეს ვილნიუსში არის ბატონ ირაკლი, სამწუხაროდ შემდეგ ვეღარ მოვახერხე დაკავშირება, როგორც ჩანს დაკავებული იყო შეხვედრებით, ამიტომ თუმცა მე მქონდა მასთან ადრე შეხვედრა ეკონომიკის სამინისტროში, როცა ის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა სხვა დეპარტამენტს და მაშინ როცა მიდიოდა საუბარი ამ ინოვაციების სააგენტოს ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, მან თქვა, რომ დიახ, რას თქვენ ბრძანეთ, ძირითადად ეს იქნება ნანოტექნოლოგიები, საინფორმაციო ტექნოლოგიები, თუმცა გარდა ამისა აღნიშნული სააგენტო დაეხმარება კვლევითი ნაწილების კომერციალიზაციას. ანუ ეს ორი ძირითადი მიმართულება ექნება. ბატონ ირაკლი, თქვენთან მინდა ესე გადმოვიდე შეკითხვით. თქვენ როგორც ამ შემთხვევაში აკადემიური სფეროს წარმომადგენელი, თუმცა რომელიც კარგადაა ჩახერგებული და განსაკუთრებით საინვესტიციო, თქვათ, ეკონომიკაში ხართ ძლიერი.
როგორ მიგაჩნიათ ძირითადად რა მიმართულებებზე შეიძლება ვისაუბროთ ჩვენ რეგიონში, ამ შემთხვევაში აჭარის რეგიონში, კონკრეტულად ბათუმში, ზოგადად თქვათ კვლევების კომერციალიზაციის თვალსაზრისით. რაზე გაამახვილონ ჩვენმა ბიზნესმენებმა ყურადღება და თქვათ რაში შეიძლება რა მიმართულებით მიმართონ გარკვეული კაპიტალი კვლავ-წარმოება მხედველობაში. ეს შესაძლებელია იყოს ენერგეტიკა, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა, ეს შესაძლებელია ასევე გარემოს მიმართულებით, წარმოება და წიაღისეულის მოპოვების მიმართულებით შესაძლებელია აღნიშნული კვლევების დაინტერესდნენ, ესე ვთქვათ და შესაძლებელია ამ მიმართულებით ინვესტორების მოზიდვა და თანხის ჩადება, ესე ვთქვათ. მნიშვნელოვანი მომენტი იქნება საინოვაციო სააგენტოს სერვისი, ესე ვთქვათ, შევთავაზოს ინვესტორებს, ჩემი აზრით, ესე ვთქვათ, ადგილობრივ ბაზარზე დაუშვათ რა მიმართულებით ჭირდება და აპირებს ინვესტორი თანხის ჩადებას, აი მიმართულებით კვლევების მომზადება და ეს შევთავაზოს შეღავათიანი ფასებით თუ ის რაღაც და დაუშვათ დასაქმების მიმართულებით იქნება მიბმული ერთმანეთს დასაქმება დაუშვათ ამდენ პროცესს ადგილობრივ მოსახლეობას დაასაქმებს კვალიფიკაციის ამაღლებით, იმიტომ რომ მოგეხსენებათ კვალიფიკაციის სერიოზული პრობლემა არის, ერთია ინვესტორი თანხას დებს და მას ვთხოვთ დასაქმებას ადგილობრივ მოსახლეობისა, მეორე არის კვალიფიკაცია ამ მუშახელის. აქედან გამომდინარე შესაძლებელია ესე ვთქვათ რაღაც სერვისით დავნერგოთ ამ მიმართულებით და შევთავაზოთ მზა კვლევები სხვადასხვა მიმართულებით, რა მიმართულებითაც ინვესტორს სურვილი აქვს, რომ დაუშვათ ჩაძოს თანხა. თქვენი საუბარი რეალურად უკავშირდება თქვათ იგივე პროექტების ბანკის თემას, ერთის მხრივ და მეორეს მხრივ უკავშირდება ასე წინა ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებაზე ალბათ საუბარი და გარკვეულწილად უკავშირდება მეორე საკითხი, რაზეც თქვენი საუბრეთ, პროფესიულ განათლებას. თუ სწორად ჭავდი მარს რასაც სამედიცინო მიმართულებითაც მიმუშავია სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში და არის რეალურად პრობლემა, არის თანამედროვე ტექნოლოგიები, ახლა ინოვაციებზე და ინოვაციურ ტექნოლოგიებზე ვსაუბრობთ, არის საშუალება დავუშვათ გქონდეთ და აქვთ თანამედროვე ტექნოლოგიები, თუმცა მის გამოყენება და სრულად დატვირთ, თუ ის უნარი იქიდან გამომდინარე გამოცდილება არ აქვს და საკმარისი ეს ცოდნა არ აქვს სპეციალისტს, ეს წარმოშობს პრობლემას. იგივე შედეგების მიმართულებითაც იგივე ანალიზებს როცა აკეთებენ დაუშვათ ის სრულად თუ გარკვეული არ არის დაუშვათ ტექნოლოგიებში პასუხიც შესაძლებლად არასრულყოფილი გამოდის და არა მარტო სამედიცინო მიმართულებით სხვა და ყველა მიმართულებით ესე ვთქვათ ამ პრობლემები არის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ პროფესიული განათლების მიმართულებითაც როგორც ადგილობრივი საბიუჯეტო სახსრები უნდა იქნეს გაზრდილი და მიმართული, ასევე შესაძლებელია უცხოურ დაფინანსებაზეც შეიქმნას ესე ვთქვათ გადამზადების და სპეციალისტების მომზადების ცენტრები, ესე ვთქვათ, იგივე რაც არის აქვს სახელმწიფოს დაწყებული იმის გაფართოება, გაზრდა და უფრო მეტი სახსრების მიმართვა ამ მიმართულებით. ახლა ინვესტორს ყველა შემოსული ინვესტორს დავახვედროთ, ესე ვთქვათ, შესაბამისი კვალიფიკაციის კადრები და მე ვფიქრობ დასაქმებაც ამ მიმართულებით გაიზრდება. დიახ, რასაც თქვენ ბრძანებთ, მე თვითონ კიდევ ხო შევხვები ვარ ამ შეხება სამინისტროებთან და თქვა სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების მსხვილი, მათ შორის საინვესტიციო პროექტების მომსახურებას ეწევა არაქართული კომპანიები და სწორედ თავარი მიზეზი არის არაკვალიფიციური, თქვა და პროფესიონალების ნაკლებობა, ეს არის ერთ-ერთი ცენტრალური და მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მათ არ შეუძლიათ მომსახურება იმ ტექნოლოგიების. ბატონო ოლეგ, ისევ თქვენთან გადმოვალ, შეგითხვით, თქვენ არაერთხელ ახსენეთ ევროპული გამოცდილება და მე აქ გარკვეული მასალა მაქვს, რომელიც თქვენ გავამიგზავნეთ, რამოდენიმე შეკითხვა წარმოიქმნა ევროკავშირის საქართველოს ასოციაციის ხელშეკრულებაში, თქვენ ბრძანეთ ცალკე თავია პირდაპირ ჩადებული კოოპერაცია კვლევის ტექნოლოგიური განვითარებისა და დემონსტრაციის სფეროში და იქ გარკვეულ ვალდებულებებს იღებს სახელმწიფო ამ მიმართულებით კვლევისა. რა რესურსი გვაქვს ჩვენ, ანუ შევძლებთ ამ ვალდებულებების შესრულებას თუ დაგვეხმარება ვთქვათ ჩვენი უცხოელი პარტნიორები და მათი დახმარებით შეძლებთ თუ შევძლებთ ადგილობრივი რესურსი, გარკვეულ დაფინანსებას ითვალისწინებს თუ არა ეს ვთქვათ უცხოური ინვესტორების მხრივ, ანუ ვთქვათ რაღაც გარკვეული ფონდების მხრივ, რომლებიც იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ვერ შევძელით მისი უზრუნველყოფა, ისინი დაგვეხმარებიან. აი ამ მხრივ რა მდგომარეობა გვაქვს?
მე ვფიქრობ ის რასაც ითვალისწინებს ასოცირების ხელშეკრულება ის კვლევების და ინოვაციის განვითარება რომელსაც ის გულისხმობს რა თქმა უნდა მიიღებს ევროპულ დახმარებას ისევე როგორც ეხლა ღებულობს ჩვენი კვლევითი სისტემაც ღებულობს ევროპულ დახმარებას ჩვენი სამინისტროები ღებულობენ ტექნიკურ დახმარებას ევროპელებისგან მაგრამ ძირითადი საქმე ჩვენ თვითონ უნდა გავაკეთოთ რა თქმა უნდა ანუ აი ეს ლაპარაკი საუბარი იმაზე რომ 0.32 თქვათ მთლიანი შიდა პროდუქტის 0.32%-დან ჩვენ ავიდეთ ევროპაში მიღებულ 2%-ზე ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ ამდენს ევროპა ვერ მოგცემს და არ არსებობს ქვეყანა რომელსაც ამდენი მიცა ევროპა ეს ჩვენ თვითონ უნდა გავაკეთოთ მაგრამ რა თქმა უნდა რეალისტები უნდა ვიყოთ ეს არ ნიშნავს რომ დღეს რო გამოვიყოთ ეხლა თქვათ აი ბატონმა ირაკლი მესხი ბრძანა 3% უნდა იყოს კი ბატონო აი დღეს რო გამოვიყოთ ჩვენ კვლევით სისტემას ამდენია რა 3% ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი ვერ გადახარშავს მაგას ეს ზრდა უნდა მოხდეს თანდათან რა თქმა უნდა ნაბიჯ ევროპელების დახმარება უფრო არის ტექნიკური დახმარება რჩევით დახმარება მოდელით დახმარება თუმცა არის ევროპული კვლევისა და ინოვაციის პროგრამები აი ჰორიზონტი 2020 ეს არის 70 მილიარდიანი პროგრამა 7 წლით რომელშიც საქართველოს აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა დღესდღეობით როგორც პარტნიორს რომელიღაცა ევროპული ორგანიზაციის და მონაწილეობენ კიდევაც ჩვენი ორგანიზაციები მაგრამ აქ უნდა გავითვალისწინოთ რომ ეს კონკურენტულ საფუძვლებზე დაფუძნებული პროგრამაა ანუ კონკურსში უნდა გაიმარჯვო და მაშინ მიიღებ იმისთვის რომ ხშირად გაიმარჯვო კონკურსში შენი ბაზა უნდა იყოს ძლიერი ანუ შენ უნდა იყოს ძლიერი შენ უნდა იყოს საინტერესო ევროპელებისთვის ამოცანა იმაშია რომ ჩვენ ვიმუშაოთ ჩვენ ამოცანებზე რომელიც ჩვენ ეკონომიკას სჭირდება ჩვენ განვითარებას სჭირდება ამავე დროს ეს ამოცანები გავხადოთ ევროპელებისთვის საინტერესო ამის გაკეთება შეუძლია მხოლოდ კარგ კვლევით სისტემას გესმით კვლევითი სისტემა აგრეთვე არის ჩვენთვის თავარი ფანჯარა ტექნოლოგიების სამყაროში ესე იგი თუ შენ გაქვს კარგი კვლევითი სისტემა შენ ამ ტექნოლოგიურ ცვლილებებს კარგად ხედავ კვლევითი სისტემა არის აგრეთვე ისეთი ინსტრუმენტი როგორც არის დიასპორასთან მუშაობის ინსტრუმენტი თუ ჩვენგან ბევრია მეცნიერი წასული მათ შორის კარგი მეცნიერი რომელიც ძალიან წარმატებით მუშაობს უცხოეთში მაგრამ იმათთან მათი საუკეთესოდ გამოყენებისთვის და იმათთან საუკეთესოდ თანამშრომლობისთვის ჩვენი კვლევითი სისტემა ძლიერი უნდა იყოს ეს ძირითადად ჩვენ თვითონ უნდა გავაკეთოთ აი თუ წელს ჩვენ გავზარდეთ 20%-ით კვლევაზე კვლევის დაფინანსებას თუ მოვახერხებთ კიდე 20%-ით გაზრდით მომავალ წელს მაგრამ თავარია თუ ეფექტიანად გამოვიყენებთ ამ სახსრებს აი მე დავიწყე ლაპარაკი იმაზე რომ დაიკარგა ფული 8 მილიონი ლარი გამოუყენებელი აი მეხუთე თვე მიმდინარეობს ამ წლისა რა თითქმის ნახევარი წელი და ეს ფული გამოუყენებელია ესე იგი რა აზრია ასე ფულის მიღებას და ფული იმისთვის არის საჭირო რომ მუშაობდეს და შედეგს იძლეოდეს რა ესეთი რამეები არ უნდა დაუშვათ ერთი სიტყვით ევროპელები რა თქმა უნდა დაგვეხმარებიან პრიორიტეტები იმაში ასოცირების ხელშეკრულებაში მონიშნულია შეიძლება ეს არ არის ყველა პრიორიტეტი რომელიც საქართველოს სჭირდება მაგრამ საკმაო რაოდენობაა პრიორიტეტების აი მაგალითად ისეთი რამე როგორც არის მეთევზეობა და ზღვის კვლევა აი წარმოიდგინეთ ესე იგი საქართველოს ზღვაზეა საქართველოს აქვს უამრავი შიდა წყლები და საქართველოში არ არსებობს მეთევზეობაში ნამდვილი კვლევითი სამუშაოები. დიდი მასშტაბის კვლევითი სამუშაოები და არ ზღვის კვლევაში. როდესაც აი სომხებს აქვთ ერთი სევანი და აქვთ მეთევზეობის ინსტიტუტი. სწორედ იმ სევანში ესე იგი თევზის მოსაყვანად და რაღაც შედეგების მისაღებად. აი ეს პრიორიტეტი ჩაწერილია იმ რა ქვია იმას ასოცირების ხელშეკრულებაში და ეს მომენტი ჩვენ უნდა გამოვიყენოთ. ხარი უნდა აუბათ ჩვენთვის არის ეს კარგი აი ესე იგი მაინც ჩვენი უმთავრესი არის რომ ჩვენ თვითონ მიზანდასახულოდ ხარჯოთ ჩვენი საბიუჯეტო და არა მარტო საბიუჯეტო სახსრები აი მე მოვიყვანე მაგალითები წარმოების რომელიც კვლევაზე ხარჯავს ჩვენ როცა ვამბობთ 3% მთლიანი შიდა პროდუქტის კვლევაზე
იმ ქვეყნებში სადაც 3% იხარჯება კვლევაზე, აქედან 1%-ია საბიუჯეტო, 2%-ია მრეწველობის ხარჯი. ხო გესმით? ამიტომ პარალელურად, იგივე ახალი სააგენტოების, წარმოების განვითარების სააგენტო სამოცანა, იგივე რუსთაველის ფონდის შესაძლებელია ნაწილობრივ და ყველა სამინისტროსი არის ის, რომ ჩვენ საქართველოს შევქმნათ ისეთი წარმოებები, რომლებიც კვლევაზე ხარჯავენ, რომლებიც ქმნიან ახალ პროდუქტებს და სასურველია ისეთი საგარეო ინვესტიციები, პირდაპირ უცხოური ინვესტიციები, რომელსაც ეს კომპონენტი მოყვება. თქვენ იცით ირლანდიის მაგალითი. ირლანდია მოიგო იმით, რომ არაჩვეულებრივი პირობები შეუქმნა სწორედ ტრანსნაციონალური კომპანიების კვლევით სამსახურებს, გესმით? კვლევით სიმძლავრეებს. მან ისეთი პირობები შექმნა, რომ ისინი სიამოვნებით აფუძნებდნენ თავის ინსტიტუტებს ირლანდიაში. და ირლანდიამ ამით მიიღო უზარმაზარი ცოდნა. და ამიტომ ირლანდიამ იყო ირლანდია ერთ-ერთი, რომელმაც შედარებით ადვილად გადაიტანა ბოლო დროის კრიზისი, სხვა შორის. დიდი მადლობა. ასევე მოქმედებდნენ სხვა ქვეყნები, თქვა სინგაპური, არა? 70-იან წლებში მე სინგაპურის დაასრულეთ აზრი და ხო, სინგაპური უშვებდა ფეხსაცმელს, მაგალითად, ტანსაცმელს. როდესაც იწყებდა განვითარებას, ეს არ იყო მაღალი ტექნოლოგიები. თანდათან გაართულა ამოცანები, თანდათან შეუქმნა პირობები ისეთ საგარეო ინვესტიციებს, ისეთ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, რომელსაც მოყვებოდათ მაღალი ტექნოლოგია როგორც კომპონენტი. და თანდათან გადავიდა, დღეს აღარ კერავს სინგაპური ფეხსაცმელს. არ არის ესეთი ამოცანა იქ. მადლობა, მე მგონი იმედი მაქვს, რომ გასაგებად. დიდი მადლობა, პირიქით ამოწურავი პასუხი იყო. მე უბრალოდ კიდე სხვა მექანიზმებზე და ინსტრუმენტებზეც მინდა გარკვეულწილად ყურადღება გავამახვილო. ბატონო ირაკლი, ჩვენ საუბრობთ თქვათ ისეთ პროგრამების და ისეთ თქვათ პროექტების სამუშაოზე, როგორიც არის თქვათ იგივე ტექნოპარკების სისტემა. პრაქტიკულად ტექნოპარკის არსი რაში მდგომარეობს, რომ თქვათ შემოიტანოს მაქსიმალურად სხვადასხვა მიმართულებებით, რომელზეც თქვენი საუბრეთ, ტექნოლოგიები გაფილტროს, რომელიც გამოგვადგება დატოვოს, რომელიც არა, არა. და თქვათ შესაბამისად დანერგოს, ან თუ შეგვიძლია ჩვენვე გავაკეთოთ, თუ არ შეგვიძლია, მაშინ ვიყიდოთ უნდა თქვათ ის პატენტები და ის ტექნოლოგიები და შემოვიტანოს ჩვენს ქვეყანაში და პარალელ რეჟიმში მომსახურე თქვათ კადრებიც უნდა გაუზარდო. ამ მიმართულების მნიშვნელობაზე და თქვათ სისტემურობაზე რა სიტყვა? ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, იგივე რეგიონისთვის ტექნოპარკების შექმნა და მისი რეალიზება, ესე ვთქვათ, ანუ გაშვება ეკონომიკაში, მისი და ესე ვთქვათ, მისი გამოყენება, ამისათვის შესაძლებელია ესე დაუბრუნდებით ინვესტიციებს და თანხების მოზიდვას. უცხოურ ინვესტიციების საფუძველზე შესაძლებელია აღნიშნული ტექნოპარკების შექმნა და მისი ესე ვთქვათ 11 მილიონი რა თქმა უნდა 2014-ზე. ხა არის 11 მილიონი, ეს ძალიან კარგია და ასევე მნიშვნელოვანია, რაც თქვენ საუბრობდით, შესაბამისი კვალიფიკაციის სამუშაო ძალის მომზადება და ვინც რეალურად გამოიყენებს ამ ტექნოპარკით, ვინც ისარგებლებს და ვინც იქნება შესაბამისი კვალიფიკაციის და დაეხმარება დაუშვათ იგივე წარმოებას, იგივე ბიზნესს აი ამის გამოყენებაში, ესე ვთქვათ, შესთავაზებს, აუხსნის იგივე დაატრენინგებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, განვითარებადი ქვეყნისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ტექნოპარკების შექმნა და ამ მიმართულებით კლასტერებთან მიმართებაში შეიძლება თქვა. ჩვენი გადაცემა ხშირად ახსენებს და პოპულარიზაციას უწევს ამ მიმართულებას, იმიტომ რომ თქვა ის გამოცდილება, რომელზეც იმ ექსპერტებმა ისაუბრეს, რომელიც მოწვეული ყავდა, 10,000 კლასტერია, მათ შორის ინოვაციური და საკმაოდ დიდი თანხები იდება ამაში. პირდაპირ საბიუჯეტო თანხები, მაგალითად საფრანგეთის მაგალითი იქნა მოყვანილი 2009-ში თუ არ ვცდები, თუ 2008-ში 1,5 მილიარდი ეურო იქნა ახალი ინოვაციური კლასტერის შესაძლებლობა.
ყირგიზეთში, ყაზახეთში ბოდიში 34 ტექნოპარკი მუშაობს, ხოლო ერთ სუმგაით რეგიონში, სომხეთში 2 ტექნოპარკია, აზერბაიჯანში დაახლოებით 7 თუ 8-აა შექმნილი. ანალოგიური ვითარებაა კლასტერების თვალსაზრისითაც, აი ჩვენ ბატონმა ოლეგმა ახსენა კოოპერაციული მოძრაობა, ეს პრაქტიკულად წინაპირობაა კლასტერების შექმნის. მაგრამ აი რა შეიძლება როგორ გავაუმჯობესოთ, როგორ დავაჩქაროთ ეკონომიკური დამაჩქარებელია ხო ეს ინსტიტუტები? ამ კუთხით რა შეგიძლიათ გითხრათ? ეს კოოპერაციული მიმართულების განვითარება ეხლა დაიწყო, ეს სოფლად ესე ვთქვათ ძალიან კარგია, იმისთვის რომ ესე ვთქვათ მოხდეს კოოპერირება, რაც თავის სათაურშივეა ჩადებული და შესაბამისად სოფლის მეურნეობის წარმოება, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ფერმერების ესე ვთქვათ ხელშეწყობა მოხდეს ერთობლივად მოიზიდონ იგივე უცხოური ინვესტიცია, იგივე სახსრები წარმოებისთვის, იგივე ასევე ტექნოლოგიების მიმართულებით და გააფართოვონ თავისი წარმოება და რეალურად დაიწყოს წარმოების ზრდა, რაც ხელშეუწყობს რეგიონში, ისე ქვეყანაში ექსპორტის ზრდას, იმპორტის შემცირებას, შესაბამისად საგადასახადო ბალანსის ცვლილებას დადებითი მიმართულებით. აქედან გამომდინარე, როგორც ტექნოპარკებს, ასევე კლასტერებსაც ზოგადად დატვირთვა აქვს და მნიშვნელობა აქვს, თუმცა ამ ეტაპზე ეს ჩანასახის დონეზე ესე ვთქვათ და მას რეალურად ჭირდება დახმარება ტურიზმთან მიმართებაში. ძირითადად მას სასტუმრო დიდი ბრენდების შერულობა იყო, რამოდენიმე სასტუმრო, მაგრამ მაინც თქვა ჰოსტელების სისტემა, საშუალო საოჯახო სასტუმროების სისტემა არ არის განუვითარებელია. შეძლებებით განუვითარებელია, დიახ, აქცენტი გაკეთებული იყო, ესე ვთქვათ, ფართომასშტაბიან და ესე ვთქვათ, მოცულობით შენობების მშენებლობაზე, იგივე სასტუმროების მიმართულებით, რამოდენიმე ბრენდი შემოვიდა ჩვენს რეგიონში და მიმართულებით ჩაიდო ინვესტიციები, თუმცა ეს ჰოსტელების მიმართულებით და საოჯახო ესე ვთქვათ, სერვისი ტურიზმის მიმართულებით განვითარებული არ არის. ამ მიმართულებითაც შესაძლებელია ასევე როგორც საწარმოთა დახმარების სააგენტო დავუშვათ მაგ მიმართულებითაც დაეხმაროს და განვითარდეს ეს დარგიც, ანუ არის რესურსი, სადაც შესაძლებელია ჩაიდოს თანხა და შემოსავალი გაიზარდოს როგორც ინდივიდუალურად თითოეული ოჯახისთვის, ასევე რეგიონისთვის. ეფექტის მასშტაბით. იქიდან გამომდინარე, რომ პრიორიტეტად მიჩნეულია ტურიზმი, ყველა მიმართულება, რაც არის რესურსი, უნდა მოხდეს მისი ათვისება და სრულად გამოყენება. პარალელურად წარმოების, სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების შესაძლებლობა გვაქვს, ეს ეხა ასოცირების ხელშეკრულება გაფორმდება, ჩვენ შეგვეძლება გავიტანოთ ჩვენი პროდუქცია სტანდარტებს დავიცავთ, ესე ვთქვათ, და შესაბამისი პროცედურებს გავივლით ევროპის ბაზარზე. ამით შეგვიძლია ჩვენი ნიშა დავიკავოთ ევროპის ბაზარზე, რახან ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს ევროპაშიც უკვე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და დიდი ყურადღება ექცევა და სარგებლობს, ესე ვთქვათ, პოპულარობით უფრო ვიდრე გენმოდიფიცირებული პროდუქტი. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით პერსპექტიულია. ის ასევე ვფიქრობ, რომ უნდა შეიქმნას ადგილზე შემნახველი, ესე ვთქვათ, პუნქტები, სადაც იქნება, ესე ვთქვათ, ფერი წლის განმავლობაში შესაძლებელი იქნება პროდუქტის შენახვა და სხვადასხვა სეზონზე გადანაწილება ამ პროდუქტის, იგივე მაცივრების მიმართულებით შესაძლებელია ლოგისტიკური ცენტრები, დიახ, ლოგისტიკური. ანუ არა, ზოგადად ეს ყველა თანხდება იმაზე, რომ ზოგადად სოფლის მეურნეობაში ჩადებული ინვესტიცია ამ მხრივ მალე ამოგებადია და აიოლია დანერგვა ახალი თანამედროვე ტექნოლოგიების. იმიტომ რომ ჩვენ ამ მხრივ მე ყავდა გადაცემაში რამოდენიმე სტუმარი, რომ საქართველოს არ გარკვეულად გამოცდილება და შეუძლია პირიქით იქითაც გარკვეული ნოუ-ჰაუები შეთავაზოს ევროპას. ბატონო ლეგი, ისე თქვენთან მინდა გადმოვიდე შეკითხვით, რას დაამატებდით, აი, თქვათ, ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ჩვენი გადაცემა, ასე ვთქვათ, საკმაო ყურადღებას უთმობს და თქვენი ხედვა არის ძალიან საინტერესო.
ტექნოპარკების და კლასტერების განვითარების მიმართულებასთან დაკავშირებით განიხილავთ თუ არა თქვენ ამ ორ მიმართულებას როგორც ერთ-ერთ ელემენტს ეროვნული ინოვაციური სისტემის, ანუ შემადგენელ ნაწილებს ეროვნული ინოვაციური სისტემისა? რა თქმა უნდა, ეს არის ეფექტიანი ინსტრუმენტები. ახლა კლასტერები, იცით, ჩვენ არ ხმარობდით მაგ სიტყვას, თქვა, საბჭოთა კავშირის დროს არსებობდა კლასტერები საქართველოში. მაგრამ ჩაის კლასტერი არსებობდა, ღვინის კლასტერი, ძალიან ძლავრი, მარგანეცის კლასტერი არსებობდა. მაგრამ ახლა დღეს ეს ტერმინოლოგია, რა თქმა უნდა, კლასტერები უნდა განვავითაროთ. კლასტერები შეიძლება წარმოიქმნას ქვემოდან ზემოთ, მაგრამ ასევე უპრიანია შევქმნათ მიზანმიმართულად კლასტერები სახელმწიფოს ჩარევით. ინსტრუმენტარი დიდია. ამ ორი თქვენ ახსენეთ კლასტერები, ტექნოპარკები არის ძალიან ფართო ინსტრუმენტარი, უკვე გამოცდილი პრაქტიკით გამოცდილი ინსტრუმენტარი საინოვაციო პროცესების დაჩქარების, ცოდნის დიფუზიის დაჩქარების და სხვა. მაგრამ უმთავრესი ამოცანა მე მგონი აი ამ დღევანდელ ეტაპზე ჩვენ ამას ახლა ყველაფერს მხარს უჭერთ, რა თქმა უნდა. დღევანდელ ეტაპზე უმთავრესი ამოცანა არის იმ ადამიანების სწავლება საინოვაციო პოლიტიკის სფეროში, ვინც პასუხისმგებელია ამ საინოვაციო პოლიტიკის თუ სტრატეგიის განხორციელებაზე. დღეს, როგორც მე ვატყობ, ეს ადამიანები ხშირად სხვადასხვა ენაზე საუბრობენ. მათ წარმოექმნებათ სხვადასხვა ტიპის პრიორიტეტები, მათ შორის ეგზოტიკური პრიორიტეტები, რომლებიც არ არის ცხოვრებით და პრაქტიკით ნაკარნახები. ანუ ეს სწავლების მიმართულება, ეს არის და იმის მიღწევა, რომ ერთ ენაზე ისაუბროს ამ ხალხმა, ერთნაირად გაითავისოს, ერთნაირად ესმოდეთ საქართველოს ინოვაციური განვითარების ამოცანები და ზოგადად განვითარებადი ქვეყნის ინოვაციური განვითარების ამოცანები. ასეთი კურსებიც კი არსებობს საერთაშორისო კურსები. ბევრი რამე გააკეთეს აქ არასამთავრობოებმა, მათ შორის ჩვენმა არასამთავრობომ, ასეთი ლექციების ჩასატარებლად, სემინარების. აი ხლაც ვატარებთ სერიას რეგიონულ საინოვაციო პოლიტიკაზე. ერთი სემინარი ჩავატარეთ თელავში, შემდეგ იქნება ქუთაისში და შემდეგ იქნება ბათუმში. აი სწორედ შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში, საიდანაც არის ბატონი ირაკლი მესხი. ვატარებთ უნივერსიტეტებში, აი რეგიონებში, რატომ უნივერსიტეტებში? იმიტომ რომ უნივერსიტეტები უნდა გახდნენ რეგიონული უნივერსიტეტები, ის ინტელექტუალური ძალა, რომელიც რეგიონულ ინოვაციურ განვითარებას ხარს აუბავს და იქნება, ასე ვთქვათ, ამ განვითარების ინტელექტუალური ცენტრი ადგილობრივ მმართველობასთან ერთად, რა თქმა უნდა. აი ეს მიმაჩნია მე დღეს ყველაზე მთავარ ამოცანად. უფრო მნიშვნელოვან, ვიდრე აი შეიქმნება თუ არა ერთი ან ორი თუ სამი ტექნოპარკი. კი, რა თქმა უნდა, ტექნოპარკებიც უნდა გავაკეთოთ, კლასტერებზეც უნდა ვიზრუნოთ შეღავათებზე ისეთი ინვესტიციებისთვის, რომელიც პირველ რიგში ინოვაციურ განვითარებას უზრუნველყოფს და ასე შემდეგ, მაგრამ სწავლება ეს არის უპირველესი ამოცანა. საშუალებები აქ არის, სურვილია საჭირო. დიახ, ბატონო ოლეგ, დიდი მადლობა. მე კიდე მინდა თქვენთან გავაგზავნო საუბარი ამ მიმართულებით, აი თქვენ ბრძანებთ პრაქტიკულად ის რაზეც თქვენ საუბრობთ, ეს არის ცოდნის ეკონომიკა და ხშირად ექსპერტები საუბრობენ, რომ ცუდი იქნება თუ რაღაც გარკვეულ წყვეტას ექნება ადგილი განათლების სისტემაში და უკავშირებენ ამას ახალ ტექნოლოგიურ ციკლს, ანუ სტრატეგია 2020, საქართველოს 2020, რომელიც შემუშავდა. ანუ ამბობენ, რომ ეს არის რაღაც გარკვეული გარდამავალი ეტაპი, რომელმაც ჩამოაყალიბა პარამეტრების და ინდიკატორების მაჩვენებლების რაღაც მიღწევის გარკვეული სისტემა, ხოლო ცალკე უნდა გაკეთდეს ინოვაციური ეკონომიკური განვითარების სტრატეგია. თქვენ რამდენად იზიარებთ ამ აზრს? პირველი მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგია, რომ გარდამავალია თუ რასაც ეძახიან, მე ესე მესმის, რომ ეს არის პროექტი, დრაფტი, ეს არ არის ჯერ მიღებული ეკონომიკური განვითარების სტრატეგია. დადებითია ის, რომ ასეთი სტრატეგია შეიქმნა. საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ ვამბობთ, სტრატეგიები საერთოდ არ არის საჭირო. ბაზარი დაალაგებს ყველაფერს, რაც არის დიდი ტყვილი. ხო?
ესე იგი, ეს სტრატეგია შეიქმნა, იქ არის თავი, ინოვაციური განვითარება. რა თქმა უნდა, ეს თავი დეტალიზაციას მოითხოვს და სპეციალური საინოვაციო სტრატეგია უნდა დაიწეროს. იმიტომ რომ სწორედ საინოვაციო სტრატეგიაა განვითარების საფუძველი. დანარჩენი ისეთი როგორც საფინანსო სტრატეგიები, ესე იგი, ვალუტა, ბანკები, ეს მომსახურე ნაწილია. ცხოვრებას ქმნის ინოვაცია. სამწუხაროა, ეს შეიძლება რაღაც გარკვეულწილად ვაშინგტონის კონსენსუსის გადმონაშთია, ან გავლენაა, მაგრამ ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩვენს უნივერსიტეტებში ეკონომიკის კურსში ინოვაცია არ ისწავლებოდა. ძალიან ბევრ ინსტიტუტში, უნივერსიტეტში. მეკითხები, სწავლობთ ინოვაციას როგორც ეკონომიკის კურსის თავს? არა ვსწავლობ. ესე იგი, ეს უარყოფილია ის, რომ ეს არის ორგანული ნაწილი ეკონომიკის, ხო? შუმპეტერიდან დაწყებული, ეს არის გათვითცნობიერებული, ანუ 1915-20 წლიდან დაახლოებით თელმა ქვეყანამ იცის, ყველა ეკონომისტმა იცის, რომ ინოვაცია ეს არის განვითარების საფუძველი. ეკონომიკური ზრდის საფუძველი. ჩვენთან ეს არ ისწავლება. აი ასეთი პარადოქსალური სიტუაცია გვაქვს. ამიტომ დოკუმენტს რა თქმა უნდა ჭირდება, ჯერეთი იმ დოკუმენტსა ჭირდება დახვეწა, რომელიც გამოქვეყნდა, იმიტომ რომ მე ვხედავ იქ შეუსაბამობებს გარკვეულს, ხედავ წინააღმდეგობს, არა მარტო მე, იქ სხვებიც, ვინც წაიკითხა ეს დოკუმენტი, იქ არის კიდევ ამ დოკუმენტზე სამუშაო და ალბათ ეს სამუშაო შესრულდება, მაგრამ ცალკე ინოვაციური განვითარების სტრატეგია აუცილებლად საჭიროა. ევროპაში ასეთი სტრატეგია არის ევროპა 2020. და მანამდე იყო ლისაბონის სტრატეგია, როგორც იცით. თუ ჩვენ ევროპულ მოდელს ვიღებთ საფუძვლად ჩვენი განვითარების, მაგრამ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს. აი ესეთია პასუხი ჩემი აზრით. დიდი მადლობა, ჩვენ სამწუხაროდ ცოტა დრო გრჩება, როგორც ყოველთვის არ ყოფნის ხოლმე დრო იმისთვის, რომ ჩაუღრმავდეთ, ამიტომ ვცდილობთ რაღაც უფრო კონცეპტუალური ხედვები წარმოვადგინოთ და სტრატეგიული მიდგომები, თუმცა ვფიქრობ, რაღაც გარკვეულ მიმართულებებზე ვისაუბრეთ. მე შემიძლია თქვა რეზიუმესთვის, ბატონო ირაკლი თქვენ და შემდეგ ბატონო ოლეგ თქვენ. ზოგადად ჩვენი პრინციპში ჩვენ გარკვეულად ვისაუბრეთ იმ ელემენტებზე, შემადგენელ ნაწილებზე სისტემის, რასაც ეროვნული ინოვაციური სისტემა ქვია და რაც აუცილებლად უნდა ჩამოყალიბდეს როგორც ერთიანი სისტემა და არა ცალკეული ქაოტიური ელემენტი და ის რეზიუმეს სახით რასაც ყვდით ბატონო ირაკლი თქვენ და შემდეგ ბატონი ოლეგი. სულ თითო წუთი შემიძლია დაგიქვთ ამ შემთხვევაში სამწუხაროდ. ანუ როგორც დავიწყე, ისე დავასრულებ, ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ქვეყანაში ზონის ეკონომიკაზე დამყარებული ინოვაციური ტექნოლოგიური სისტემის განვითარება კოორდინირებულად ყველა სახელმწიფო სტრუქტურას შორის. გათიშული ან არაკოორდინირებული მუშაობით სისტემურად არ გამოვა, ესე ვთქვათ, ინოვაციური განვითარება, ინოვაციური სისტემების დანერგვა ქვეყანაში ეკონომიკური მიმართულებით თუ სხვა ნებისმიერი დარგის მიმართულებით. აქედან გამომდინარე სტრატეგიის ჩამოყალიბება, მისი სისტემატიზაცია და სისტემური მართვა და განვითარება ნაბიჯ-ნაბიჯ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით კოორდინირებულად უნდა გაგრძელდეს მუშაობა. ასევე უნდა მოხდეს დამატებითი ფინანსების მოზიდვა აი ამის სწრაფად განვითარებისთვის. ასევე რაც გქონდა ჩვენ საუბარი შესაბამისი კადრების მომზადებაში უნდა ჩაიდოს თანხა და უნდა მომზადდნენ კადრები, ესე ვთქვათ, ყველა მიმართულებითაც ჩვენ ადგილზე სამუშაო ბაზარზე, ესე ვთქვათ, შრომის ბაზარზე პრობლემა გვაქვს კვალიფიკაციური კადრების და შესაბამისად ეს ყველაფერი მთლიანობაში და შემდეგ წლებში მოგცემს შედეგს, იმას რომ გაიზრდება წარმოება, გაიზრდება შემოსავლები, გაიზრდება სულმოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი, ესე ვთქვათ და განვითარდება ქვეყნის ეკონომიკა, ეს ნაბიჯ-ნაბიჯ თუ სისტემურად მიუდგებით და ინოვაციებს აქტიურად მასშტაბურად, ესე ვთქვათ, ხელს შევუწყობთ და ჩავრთავთ ქვეყნის სოდნის ეკონომიკის განვითარებაში, ესე ვთქვათ. ანუ სოდნის ეკონომიკა არის პრიორიტეტი, რომელსაც არსობრივად ეკუთვნებით. ბატონო ოლეგ, ერთი წუთი გვაქვს სულ და რას ეტყოდით მაყურებელს რეზიუმეს სახით?
ბატონმა ირაკლი ცოდნის ეკონომიკაზე ისაუბრა, თქვენ რა სიტყვით? მე შევერთებ ბატონ ირაკლის ცოდნის ეკონომიკის ნაწილში, ოღონდ ცოდნის ეკონომიკა ჩვენთვის მიზანია. ცოდნის ეკონომიკა მაინც არის კონკრეტული რამე, როდესაც ცოდნა ღირს უფრო ძვირი, ვიდრე მატერიალური ფასეულობები. აი, ეს არის ცოდნის ეკონომიკა. აქ უნდა მივიდეთ ჩვენ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი იმისთვის, რომ მანდ მივიდეთ. მაგრამ აი თავიდანვე ცოდნას უნდა ვცეთ პატივი. განათლების სისტემა, კვალიფიციური კადრების მომზადება, მმართველი კადრების მომზადება, თუნდაც მეცნიერების მომზადება და გადამზადება ისეთ საკითხებში, როგორც არის ეკონომიკის საკითხები, კომერციალიზაციის საკითხები და სხვა და სხვა. ანუ ყველა მონაწილე აი ამ საინოვაციო პროცესის და ესეთი მონაწილე ბევრია, მეტნაკლებად ერთ ენაზე უნდა ვალაპარაკონ, უნდა შევქმნათ პირობები, რომ მათ ერთ ენაზე ილაპარაკონ. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს კადრების მომზადება და გადამზადება არის საფუძველთა საფუძველი. როგორც ბისმარკი ამბობდა, შეიძლება ცხოვრება ცუდი კანონებით, მაგრამ შეუძლებელია ცხოვრება ცუდი შემსრულებლებით. ჩვენ ესე იგი უნდა მივახციოთ იმას, რომ კაფიოდ გვესმოდეს ამოცანები, ჩვენ გვჭირდება ძალიან მაღალი დონის კოორდინაცია ამ საქმიანობის, იმიტომ რომ ამ საქმიანობაში აბსოლუტურად ყველა სამინისტრო უნდა იყოს ჩართული. დღეს ყველა სამინისტრო არ არის ჩართული ამ პროცესებში. არც განყოფილებები აქვს სათანადო, არც კვლევაზე არიან პასუხისმგებელი, რაც მათი დებულებებიდან ჩანს და კოორდინაცია ამ საქმიანობის, რა კი ყველა სამინისტროა ჩართული, უნდა იყოს ერთი ნაბიჯით უფრო მაღალი დონის. ევროპელები ამას აკეთებენ პრემიერ-მინისტრის დონეზე. ძალიან კარგი იქნება თუ ჩვენ ამას მიუბაძავთ და ჩვენც ასეთ ღონისძიებებს გავატარებთ. აი მე მგონი ეს არის რეზუმეს სახით რაც შეიძლება ითქვას. დიდი მადლობა მინდა ბატონებო კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ გადაცემაში მონაწილეობის მიღებისთვის, საინტერესო საუბრისთვის. ჩვენს მაყურებელს კი მინდა უსურვო, რომ ძალიან მალე ყველას გვეცხოვროს იმ ქვეყანაში, სადაც ცოდნა, განათლება და ნიჭი იქნება ყველაზე უფრო ძვირადღირებული პროდუქტი. ჭკუა იქნება ყველაზე ძვირადღირებული პროდუქტი, განათლება იქნება ყველაზე ძვირადღირებული პროდუქტი. აი ამ კეთილის სურვილებით ერთი კვირით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.